გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა ქალბატონ თამარ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა, ჩემო კარგო ხალხო. ეს არის ჩვენი ახალი გადაცემა. მე მივხვდი, რომ დღეს არის ძალიან დიდი ინტერესი თქვენ წერთ კიდევაც ამასთან დაკავშირებით, რომ ვისაუბროთ ხალხისთვის აუცილებელ და საჭიროებო თემებზე. იმ თემებზე, რომელიც ხშირად არ არის განხილვაში, ან ვერ ექცევა ტელევიზორის ყურადღების ქვეშ. არადა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხალხს ადარდებს, ამიტომ ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ აზი უკვე ნახოთ ეს ჩემი გადაცემა. სადაც მოიყვან ადამიანებს, რომელსაც ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, რომ ხალხისთვის გული შესტკივათ და მეორეც ერთი აქვთ ცოდნა ექსპერტიზა რაღაც სფეროში. იმ სფეროში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ თუ შეიძლება და ეს სიახლეები მოგივათ ხშირად. დღეს ჩემი სტუმარია და ჩემი თანამოსაუბრეა ქალბატონი თამარ ლალიაშვილი, რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რამდენიმე დეკადა და არ ვიტყვი რამდენი ათწლეულია. ის არის გამორჩეული ძალიან საპატივცემულო იურისტი, მეცნიერი, სამართლის დოქტორი. ბრემენის უნივერსიტეტში აქვს დაცული სადოქტორო დისერტაცია, სამართლის პროფესორია, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი და სიარო წავიკითხე სტიპენდიების. მართალი გითხრა, მის ბოლოში ვერც ჩავალთ კარგახანია, დაწყებული Fulbright-ი, DAAD-ი, გერმანიის, ნიდერლანდების, რუსთაველის ფონდის, Volkswagen-ის ფონდის სტიპენდიანტი, ყველაფერი ეს სამეცნიერო კვლევებისთვის. ცალსახაარო პირველ რიგში ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ სასამართლოში რა ხდება, მაგრამ ბევრი სხვა ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომ შევთავაზე ქალბატონ თამარს რომ ჯერ სხვა თემებით დავიწყოთ. ესე იგი, ემიგრაციის საკითხი და უცხოელების შემოსვლა, კორუფცია, განათლების სფეროში, თქვენ განათლების სფეროში ხართ, რა ხდება და რა არის სწორი და რა არის არასწორი და სასამართლოზეც რა თქმა უნდა ვისაუბროთ, რა უფრო მნიშვნელოვანი ალბათ რა ხდება და რა უბედურება ხდება ყველამ იცის, როგორ შეიძლება რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, რაშიც ვართ და რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, ამაზეც ვთქვათ. მადლობა მობრძანებისთვის ქალბატონ თამარ. პირიქით მადლობა მე მოწვევისათვის. დავიწყოთ ერთი თემიდან, რომელზეც ამ დილას თქვენც გიყურეთ ეთერში და რომელზეც თქვენ ხშირად საუბრობთ. ვიცი რომ თქვენ ხართ ხალხოსანი ადამიანი და დიხართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შემხებლობა გაქვთ მშობლებთან, თანამშრომლებთან. ეს არის როგორ შეიძლება დავიცვათ ბალანსი, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესიც დავიცვათ საქართველოში. და ამის პარალელურად ისეთი და იმდენი უცხოეთის მოქალაქე შემოვიდეს და იმ მიზნით, რაც საქართველოსთვის იქნება საჭირო. აი სადღადის აქვს ზღვარი და რეალურად დავიწყოთ იქიდან, რომ სად ხდება თქვენ პრობლემები, აი როგორც ქალაქის მაცხოვრებელს უცხოელების შემოსვლის მხრივ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს ძალიან მწვავე თემაა დღეს საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქის ინტერესის სფეროშია სწორედ უცხოელთა შემოსვლა, ოღონდ უცხოელთა შემოსვლას მე ვიტყოდი უკონტროლო კანონგარეშე შემოსვლასთან გვაქვს ძალიან დიდი შემხებლობა, რატომ? იმიტომ რომ რეალურად დღეისათვის საქართველოში არალეგალურად არის შემოსული ძალიან ბევრი და თვითონ სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, ოფიციალურადაც აღიარებენ, რომ საკმაოდ დიდი რიცხვია არალეგალურად შემოსული უცხოელების. რამ გამოიწვია ეს? ლეგალურად კი შემოდიან, იმიტომ რომ უვიზო რეფორმა, უვიზო რეჟიმი არსებობს ამ ქვეყნებთან. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც გზა გაუხსნა 16 ქვეყნის მოქალაქეებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში უვიზოთ. ეს ქვეყნები არის პაკისტანი, ეს არის ეს ქვეყნები არის ინდოეთი, ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატასტროფულია, არა მხოლოდ ეკონომიური, ეკოლოგიური და ძალიან ბევრი უცხოელი ცდილობს შემოვიდეს საქართველოში იმისათვის, რომ მათ მინიმალური შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების, რაც დიდ საფრთხეებს ქმნის როგორც ქვეყნისათვის, ასევე რა თქმა უნდა ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეებისათვის და რაში გამოიხატება ეს, რომ ძალიან ბევრი დღესდღეობით
მეცნიერობით საქართველოში იგივე სამუშაო ადგილების საქართველოს მოქალაქეებისათვის სამუშაო ადგილების შემცირებას იწვევს. რატომ? იმიტომ რომ ისინი უფრო დაბალ ბიუჯეტურები არიან, ასე ვთქვათ, მათი შრომა უფრო დაბალ ანაზღაურებადია. ამავე დროს მათ ძალიან ბევრი მათგანი მუშაობს ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, ყოველგვარი, ანუ შავად, ეგრეთ წოდებული შავად მუშაობს. ისინი შემოდიან ქვეყანაში ამ ვიზა ლიბერალიზაციის ხარჯზე, მათ აქვს თავისუფალი შემოსვლა, მაგრამ აღარ გადიან უკან, აღარ გაედინებიან. ძალიან ბევრი ქვეყანა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, რას ვამბობ, იმ კონტექსტში, რომ აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ეს ამ ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები ტერორისტულ აქტებს აწყობენ და ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საფუძველი გახდა, სწორედ ეს იყო, რომ აი ამ ქვეყნებს, სადაც ჩვენთან გზა გაეხსნათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთოდ ჩაკეტა და არავის არ აძლევს შესვლის უფლებას. არც ვიზით და არც უვიზოდ. ანუ მთლიანად გადაკეტა ამერიკის შეერთებულ შტატებს. რო წარმოედგინოთ ვითარება აი ადამიანის, რომელსაც არ ესმის ეს საკითხი. რატოა პრობლემა? ის ამბობს, მე მოვედი მაგალითად შეუკვეთე რაღაც საჭმელი. რა მნიშვნელობა აქვს ხა მე ვინ მომიტანს საჭმელს? რა მნიშვნელობა აქვს მე ძაღს წავიყვან, თქვათ, საქართველოს მოქალაქე ფლობს მაღაზიას თუ ვიღაცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიღაც ვეტერინარულ პატარა მაღაზიას. შეუკვეთე საჭმელი. რა მნიშვნელობა აქვს ეს კაცი მომიტანს თუ საქართველოს მოქალაქე მომიტანს? ქართული იცის თუ არა. აი, რას ვხედავთ ჩვენ, რატოა ეს პრობლემა და შეიძლება დღეს არა და შეიძლება 10 წლის მერე. არა, დღესაც პრობლემა არის და 10 წლის მერე უფრო მწვავე პრობლემა იქნება. მე რამდენიმე ეტაპად დავყოფდი ამას. პირველი ეტაპი ვიტყოდი, რომ დავუშვათ ვთქვათ, რომ იგივე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა რა კუთხით, მათი დასაქმების კუთხით. საქართველოს მოქალაქეები კარგავენ სამუშაო ადგილებს სწორედ ამ შავი მუშახელის ხარჯზე და ისინი რჩებიან უმუშევრები. ავიღოთ მშენებლობები, მშენებლობაზე სულ ასეთი შავად შემოყვანილი ადამიანები მუშაობენ. მე არ ვიტყოდი, რომ მათი მდგომარეობა სახარბიელოა ამ პირების, იმიტომ რომ მათაც ძალიან ძიმე პირობებში უწევთ ცხოვრებაც, მუშაობაც, რაღაც უფრო ბევრად ჯერ ისედაც საქართველოში ანაზღაურება საკმაოდ დაბალია და იმათ ნახევარზე უფრო ნაკლები ხელფასი აქვთ ვიდრე ქონდა საქართველოს მოქალაქეს. ამით საქართველოს მოქალაქე იძულებული ხდება რა, აი იგივე ხელოსანს ვეღარ ნახავთ საქართველოში, იგივე გინდა ქართულს, გინდა საქართველოს სხვა მოქალაქეს. ვერავის კარგ ყველა ეძებს მერე გამოსავალს დატოვოს საქართველო და გავიდეს ქვეყნიდან, ანუ წავიდნენ ან თურქეთში, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში და მერე თვითონ იქ რჩებიან. იგივე მე მგონი აი ზუსტად ეგრეა, მთავარი პრობლემა ნახეთ, ზუსტად გავაგრძელებთ თქვენ საკითხს რა არის, რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩვენი de facto ხელისუფლება დაინტერესებულიც იყოს ამით, რომ იმიტომ აძლევს საშუალებას აი ჩუმჩუმად მიუხედავად იმისა, რომ მოეთხოვებათ შრომითი ნებართვები, ხო? შრომითი უფლება მოეთხოვება ამ ხალხს, აძლევს უფლებას რაღაც ბიზნესებს, რომ შემოიყვანოს ეს ხალხი, იმიტომ რომ მას ადამიანი, ჩემნაირი, თქვენნაირი, რომელიც იქ დადგება, მოსთხოვს ჯანდაცვას, შრომის კოდექსის დაცვას, არ აწყობს და არ ჭირდება. დღეს მე მინდა თან ავხსნა კარგად რა შევთავაზეთ თან. ეს არის არავის ამაზე არ უსაუბრია, ეს არის საემიგრაციო კვოტების დაწესება და მინდა რომ ავხსნა. საემიგრაციო კვოტა რა არის? ყველა ქვეყანაში, მაგალითად, თქვენ სწავლობდით აგერ გერმანიაში. მე სწავლობდი და მუშაობდი ამერიკაშიც, კანადაშიც. ყველა ქვეყანაში სახელმწიფო თავად ადგენს წელს ჩემთან სასწავლებლად შემოდის ამდენი ადამიანი. სამუშაოდ შემოდის, ამდენი გეოლოგი მჭირდება მე, ამდენი ინჟინერი მჭირდება მე, ამდენი მიმტანი მჭირდება მე. ანუ ისე კი არ არის, როგორც დღეს ნინიას ბაღირუავთ ჩვენი ქვეყანა და შემოდიხარ იმ დღეს ვიყავი რაღაცადღაც შეხვედრაზე და შემოვიდა კაცი და მომადგა ინგლისურად და მაინდამაც მე მომადგა და მეუნება ინგლისურად მეუნება ეს რა ქვია madam I need a job მეუნება სამსახური მჭირდებაო მეო ინგლისურად ვიფიქრე აი ზუსტად ის ადამიანი ხარ ვისაც ჭირდებოდი შენ
იმიტომ რომ ანუ ჩვენთან ნახეთ ჩვენთან პრობლემა ზუსტად ეს არის რომ ამას არან სახელმწიფო არ განსაზღვრავს ეს ხალხი შემოდის ზოგი დასაქმდება ზოგი კიდე ჩვენს მაგივრად საქმდება და კვოტებზე უნდა დავიწყოთ ჩვენ ლაპარაკი სახელმწიფომ ჩვენ უნდა დაუკვეთოთ კარგი აი მეუბნება რომელიღაცა სამშენებლო ბიზნესი რომ გეოლოგები არ ამყავს ჯერ ესეთი დამიდასტურე რომ არ აკავს დამიდასტურე შენ რომ ვერ იპოვე საქართველოს მოქალაქე და მე შენ გეტყვი 5 წელს შემოიყვანეთ 15 გეოლოგი მაგალითად და მორჩა ეს არის ნორმალური ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა და მინდოდა რომ ეს მეთქვა კვოტების ტერმინი უნდა შემოვიღოთ აქ კი რა თქმა უნდა რეგულაცია ამას აუცილებლად ჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია კვოტები ერთ-ერთი ისეთი ღონისძიებაა რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივია და შესაბამისად შეზღუდავს ასეთ შემოსვლებს და პლუს ამას დაემატება თუ კი ჩვენ გვეცოდინება რომ ამდენი ადამიანი და სახელმწიფოს ეცოდინება რომ ამდენი ადამიანი შემოდის, რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ ვიზები. სამუშაო ვიზა ჭირდება. დღეს რომ შემოდიან ისინი, არც ერთ მათგანს არ გააჩნია სამუშაო ვიზები. ჩვენ ყველამ ნახა გადაცემა, იმელაძის გადაცემა იყო ერთ-ერთ მშენებლობაზე, სადაც უზბეკეთიდან ყავდა შემოყვანილი, იმალებიან ის ხალხი, არიან ჩამალულები, თავებს ვერ ყოფდნენ, როცა ჟურნალისტები დაადგნენ და სახეებს იმალავდნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი არალეგალურად არიან საქართველოში. ეს ბიზნესიც ვის ხელშია? იგივე დაუშვათ მარტო სამშენებლოზე მშენებლობას არ ეხება იგივე ის გლოვო ვენდი უამრავი კომპანიებია რომლებსაც ყავთ დასაქმებული მაგრამ ყველაზე მწვავედ სამშენებლო ბიზნესშია თუ კი იქ ქართველს მაგალითად მაშინ დღეში 40 ლარს უხდიდნენ ამას უხდიან 20 ლარს და დიდ მოგებას ნახულობს ეს სამშენებლო კომპანიები და სწორედ მათთვის არის პირველი გათვლა მათზე იყო გაკეთებული როცა ეს ვიზა ლიბერალიზაცია ანუ გახსნეს საზღვრები ასეთ ქვეყნებთან რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ესე იგი ადამიანები აბსოლუტურად არალეგალურად რჩებიან შემდეგ ქვეყანაში და ეძებენ გზებს, რომ საბოლოოდ დარჩნენ საქართველოში, რაც ბუნებრივია, კარგს არაფერს არ მოუტანს ქვეყანას და თუ ისინი აქ მე რამოდენიმე წელს შეთქვემბძანეთ, რა მოხდება რამოდენიმე წელს. ნახავთ როგორ იმატებს კრიმინალი. იგივე ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ კვოტებიც დააწესონ და ასე შემდეგ, მაგრამ ძლივს ახერხებენ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევონ და ჩვენთან ამ პერიოდში, როცა ასე უკანონოდ შემოდიან ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ანუ არანაირი კონტროლი არ არსებობს, ეს აწევს შემდეგ აიწევა კრიმინალური მოქმედებები, ანუ თავდასხმები განხორციელება და ძალიან ბევრი საფრთხეები არსებობს. ვინ როდის როგორ გამოიყენებს ამ ადამიანებს, ასევე ჩვენ არ ვიცით მომავალში რა გვემუქრება, რა საფრთხეები არსებობს, იმიტომ რომ გამოცდილება აქვს ჩვენზე დიდ და წამყვან ქვეყნებს, აი იგივე ტერორისტული აქტების, ვინ არის დაზღვეული იმისგან, რომ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ცნობილი არიან ასეთი ტერორისტული თავდასხმებით, მათი მოქალაქეებით, ჩვენს ქვეყანაში ასე თავისუფლად შემოდიან და შესაბამისად არანაირი კონტროლი მათ არ აქვს და რა მოხდება მომავალში. კი, ზუსტად ერთ ციფრს დავუმატებ. ესე იგი, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ 25,000 არალეგალური მიგრანტი გავაძევეთ. 25. ანუ 25,000 არალეგალური მიგრანტი არისო თუ არ ვწდები, აი დარახველიძე დასანქცირებული რო არის, მაგან თქვა. ესე იგი, წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ 25,000 ადამიანი თუ ვიცით რომ არალეგალურად არის იქ რამდენი არ ვიცით რომ არალეგალურად არის. ესე იგი 100,000 ძალიან ბევრი ხალხია ლაპარაკი. უკვე ვართ იმ სიტუაციაში რომ ეს ქვეყანა არის ნინიას ბაღი, ხო? ერთნაირად მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ფასები. მე ვფიქრობ რომ და დღეს ეს ჩვენ ეს თქვით კიდევაც უნდა დაწესდეს სახელმწიფო საჯარო ადგილებზე ტყე პარკები, დასასვენებელი პარკები, მუზეუმები უნდა იყოს ორი ფასი. ფასი უცხოელებისთვის, ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველგან. არ შეიძლება რომ აგერ რამდენიმე იყო თუ არ ვწდები მასში იყო მტირალაში იყო პარკში რამდენიმე გამოსვლა არის უკვე ჩვენთან სადაც მოსახლეობა გამოდის და
იმ პარკში, სადაც ადამიანი გაიზარდა, იმ ჩანჩქერში ბანაობდა, ვეღარ შედის, იმიტომ რომ შესვლა ღირს 20 ლარი. ეხლა რუსისთვის ეს 20 ლარი შეიძლება არაფერი არ არის, ჩამოვიდა იმ სიშორიდან და კი გადაიხდის იმპულს და იქვე რომ სოფელში რომ ადამიანი ცხოვრობს, ეს ბევრი ფულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო გამგებლობაში მყოფი პარკი გამახსენდა უფლისციხეში იყო. გაბრაზდნენ ჩასული მშობლები, რომ იმიტომ რომ უფლისციხეში შესასვლელში ფული უნდა გადაიხადონ და წარმოიდგინეთ ახლა თან მგზავრობა, თან უნდა ჭამონ და თან ამის გადასახადი. მოკლედ ჩვენთან უნდა იყოს ორმაგის სისტემა რა. კი ბატონო, იმისთვის, იმ უცხოელისთვის ახლა უკაცრავად 20 ლარი, რამდენიმე ევროა და არაფერი არ არის თუ რამდენიმე დოლარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კაი, მე თქვენთან კიდევ ბევრ რამეზე მინდა საუბარი, ძალიან სერიოზული საკითხი, სადაც ამ სფეროში თქვენ აქტიურად ახართ ისედაც, ეს არის განათლების სფერო. თქვენ დამსახურებული მოღვაწე ხართ ამ სივრცეში, იცით კარგად როგორ არის ასისტენტ პროფესორი, როგორ უნდა გახდე, როგორ უნდა გახდე პროფესორი. აი დღეს რო არის საუბარი ამ განათლების რეფორმაზე, ზოგადად რა მოგწონს და რა არ მოგწონს, ესეც რო აგვიხსნათ რა. დღევანდელ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, აქაც ძალიან დიდ სირთულეებს ვაწყდებით და რასთან დაკავშირებით. მოდი დავიწყებ სკოლებთან მიმართებით. ეს სკოლები დღეს გადაწყვიტეს, რომ ბოლონიის პროცესიდან ამ კანონმდებლობით, ახალი კანონმდებლობით პრაქტიკულად გამოვდივართ ბოლონიის პროცესიდან. ბოლონიას საქართველოს შეუერთდა ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაში გვაქვს და 12 კლასიანის სწავლება გადადის 12 წლიანი სწავლება 11 წლიან სწავლებაზე. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენი ბავშვები, ანუ სკოლის მოსწავლეები სკოლას დაამთავრებენ 11 წელში, ერთი რომ თვითონ განათლებასთან მიმართებაში და განათლების ხარისხთან მიმართებაში ის რაც მათ 12 წლის განმავლობაში უნდა ესწავლათ და პროგრამები იყო გათვლილი და შემუშავებული, რომ ამ თუნდაც ის 1 წლის პროგრამა მათ აკლდებათ რეალურად. 12 წელზე როცა არის გათვლილი, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ ასწრებს იმ 11 წელში ამ მომზადებას და ამ პროგრამის შესწავლას და რეალურად უხსნიან იმ 12 წელს, რომელმაც გარკვეული ცოდნა გამოცდილება უნდა მისცეს მოსწავლეს, რომ მან დაამთავროს და საშუალო განათლება მიიღოს. მეორე, ახლა რაც ყველაზე მძიმეა ამ შემთხვევაში, ჩვენ სკოლის მოსწავლეებს აბსოლუტურად შესაძლებლობა ესწრება ერთმევად, რომ სწავლება გააგრძელონ დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ნებისმიერ უნივერსიტეტში. ისინი ვერ გააგრძელებენ. რატომ? იმიტომ რომ იქ მოთხოვნა არის 12 წლიანი ჩვენ ბოლონიის პროცესია, სადაც ყველა სახელმწიფო შეერთებულია და მათ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტებში შეეძლებათ მხოლოდ 12 წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ. ძალიან ბევრი სტიპენდიები არსებობდა საქართველოში და დღესაც არსებობს, აი მაგალითად დიადეს სტიპენდია, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უხდის სტიპენდიას, აი 1400-1500 ევროს ოდენობით ეუბნება, მშვიდად წაბრძანდით, წადით, ისწავლეთ ამ საუკეთესო უნივერსიტეტებში, მიიღეთ განათლება და იქვე აქვთ პროგრამა, რომლითაც დაბრუნებას უზრუნველყოფენ თავის ქვეყანაში, რათა ის ცოდნა, რაც მიიღეს, საქართველოში გააგრძელონ. ამ პროგრამის მიხედვით 1 წლის განმავლობაში აძლევენ შესაძლებლობას და ხელფასის სახით უხდიან, რომ ინტეგრაცია მოახდინოს საკუთარ ქვეყანაში. ამის შესაძლებლობას ართმევენ ქართულ. მე ხა მაგალითად გერმანია მოვიყვანე. ყველა ევროკავშირის ქვეყანაში ამის შესაძლებლობას ართმევენ ქართველ და საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მათ ძალიან დიდი ბარიერის გადალახვა უნდა მოუწიოთ, რომ როგორმე განათლება გააგრძელონ. ანუ მთლიანად სტიპენდიები ჩავარდება, იგივე სტიპენდიების პროგრამა ჩავარდება, არ მიეცემათ განათლების მიღება, გამოცდილების შეძენა. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლას რომ დაამთავრებ, გინდა თუ არა, საერთოდ შესაძლებლობა ესპობათ, გავიდნენ ქვეყნიდან და მერე იქ სწავლა გააგრძელონ, იმიტომ რომ იმ სკოლებში მოხვედრა ესე მარტივი არ იქნება და არც არის ხო დასავლეთის თან მე ისიც მინდა თქვა, რომ ხო უკაცრავად ვის შეუძლია, რომელ მშობელს შეუძლია გადაბარგდეს მე-12 კლასში აქედან, წავიდეს სადღაც 1 წელი, მერე გადაბარგება ეგრე არ არის. აი ნახე, ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, რაც აქ უნდა გაკეთდეს, რომ აბა როგორ უნდა გადაბარგდე? 52 ქართველი გამოადებორტეს აეხლა ირლანდიიდან.
ესე არ არის, რომ ადგე და შენ ოჯახიანა წახვიდე, იქ ჩაბარდე, სკოლაში ბავშვი წაიყვანო, 1 წელი ასწავლო, ყოველ წელს ეს მარტო ირლანდიიდან, გერმანია, პოლონეთი, რამდენი ქვეყნიდან, სადაც იმიტომ რომ კონკრეტულად ადამიანი ჩასული არის ეკონომიკური მიზნით და გადააცილა იმ სამთვიან ვიზას, რაც ჩვენ გვაქვს, უკან უშვებენ, ადეპორტებენ, ესე არ არის შესაძლებელი, რომ შენ გადაიყვანო ბავშვი. ანუ მე ხა მინდა თან ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოს კულტურული ელიტა შეიქმნა სწორედ ამით, რომ ისინი, ესე იგი, რო დაწერა ყვარლის მთებს და მგზავრის წერილები ილია ჭავჭავაძემ, შეიქმნა უცხოეთში სწავლით. რამდენი წერილი მოხდა ნანახი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში, სადაც ეხვეწებიან, როგორ მოხდა ის რუსეთში სასწავლებლად. მას ფული არ ქონდა. და მისი ოჯახის წევრები ევედრებიან ხან მეფის ნაცვალს, ხან მეფეს, რომ ეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და რამე საშუალებით, რა თქმა უნდა, ღარიბი თავადი იყო, რამე საშუალებით იქნებ ისწავლოს იქ. მაშინ სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი ითვლებოდა რად? ითვლებოდა ევროპიდან განათლების შემომტან ადგილად, ხო? ამის ამბიცია ქონდა პეტრე პირველს. მაშინ ეგ ფუნქცია ქონდა. იმით, მაგრამ მთელი ჩვენი ელიტა ან მან დადიოდა, ან დავით კაკაბაძე, მაგალითად, პარიზში, ციურიხში. გე? და ანუ ჩვენი მე მგონი რა უნდა ეხლა ამათ შემთხვევაში ბიზნეს მოლაპარაკე თოჯინებს. უნდათ რომ თქვან რომ აი თუ გინდათ ეგეთი ცხოვრება წადით. დღესვე თუ არა და ნახეთ რა არის არჩევანი. ხელფასი აქ არ ვარგა. ჯანდაცვა ელემენტარული ანალიზები რო გაიგეთო, აი ჩემ ახლობელს ახლა 680 ლარი. მარტო ანალიზები კურნალობამდეც არ მივიდა. ჯანდაცვა არ ვარგა, განათლება არ ვარგა, უსაფრთხოება ჩვენ არა გვაქვს და რა, ანუ მონათ უნდა დარჩე. ხო? მე შენ გამოგიჭერ, შენ უცხოეთში ვერ გაიქცევი, გამოგიჭერ და ჩემზე გაგერ ბიზნეს, ბევრი ბიზნესები აქვს და რომელიმე ბიზნესში გამუშავებ მონათ. ეს არის. და კიდევ რამე ხომ არ არის, ანუ სკოლასთან და უმაღლესთან მიმართებაში ზოგადად კიდევ რა პრობლემებია, ან როგორ უყურებ თქვენ, სად არის ყველაზე ვთქვათ სუსტი წერტილი, რომელსაც შეიძლება უნდა მივხედოთ მერე, რომ იქნება საშუალება. რა თქმა უნდა, სკოლასთან დაკავშირებით ისე პედაგოგებზე გავამახვილებდი ყურადღებას, ეს რეფორმები მთლიანად არის მიმართული, ეს არის მათი პოლიტიკის გაგრძელება, რათა მარწუხებში მოაქციონ საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები მოაქციონ და იყვნენ მათი სრული, როგორც თქვენ ბრძანეთ, მონამორჩილები იყვნენ, რა კუთხით, რომ მათ მუდმივად ქონდეს, აი კობახიძის გამოსვლებში ჩვენ ხედავთ, რომ 2030-ით კი არ კმაყოფილდება, 2035 და პარტიული გეგმები აქვს, რომ რა ვიცი, ალბათ 2060 წლამდე უნდათ, რომ თვითონ ქონდეთ, სანამ ცოცხლები იქნებიან, ეს ხელისუფლება მათ ქონდეთ შენარჩუნებული. ნახეთ, რას აკეთებენ პედაგოგებს სკოლის დირექტორის თანხმობით აძლევენ დამატებით მუშაობის შესაძლებლობას. რა საჭიროება არის სკოლის ან ვინ არის სკოლის დირექტორი, რომ ის ბატონობს ვისე თავის თანამშრომელზე, რომლისგანაც ნებართვა უნდა აიღოს. ანუ სკოლის დირექტორი იქნება მაკონტროლებელი ღერძი და ადამიანებს, რომლებსაც ის მოდენობით ხელფასი მიეცემა დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება 2 კვირა და 3 კვირაც არ ეყოთ, მათ ისინი იძულებულები ხდებიან, რომ ან მოამზადონ სხვა მოსწავლეები და სხვა თავიანთი პედაგოგიური გამოცდილებით მიიღონ შემოსავალი. ამ შემოსავალს უკრძალავენ, ანუ ამ შემოსავლის მიღებას თანხმობის გარეშე. თანხმობა არის აუცილებელი წინაპირობა. თუ თანხმობას ვერ როდის მიიღებს თანხმობას, თუ ის იქნება ოცნების მხარდამჭერი. მიიღებს თანხმობას, თუ ის ოჯახიდან მიიტანს ხმებს და თავის საქმიანობას გაცვლის ხმებში. ძალიან დიდი კონტროლის მექანიზმია ეს. ყველგან ეს სისტემა თვით სასამართლოშიც კი მოსამართლეს სამეცნიერო საქმიანობა ეკრძალება საბჭოს თანხმობის გარეშე, აქაც მარწუხებში აქცევენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. მე აქ მინდა დავუმატოს ხოთესორის კიდე კორუფციის წყაროსაც ვხედავ აქ. იმიტომ რომ ეხლა ვიყავით ერთ-ერთ რეგიონში და გავიგე ამბავი, რომ მასწავლებლად დანიშნა ჯდება 10,000 ლარი.
ესეთი რაღაც მართლა ეხლა მე ჯელი არა ვარ, მაგრამ და მახსოვს ედუარდის ხანაც მახსოვს და ესეთი რაღაც რომ მასწავლებლად გამწესება რეგიონში 10,000 ლარი ჯდებოდეს, ეთყობა იქ უნდა წაიღოს, იქ უნდა გაანაწილოს. ეს კიდე იმასაც მაფიქრებს, რომ აი ეს ნებართვის საკითხი კორუფციასაც უკავშირდება. პარტია შორს იყოს და მანდ აი ხა ვითომ კორუფციას რო ებრძვიან, თან წავა ჩვეულებრივი აღებ მიცემობა. ნახე, გინდა რეპეტიტორობა, რამდენი სტუდენტი გყავს? 10. იქიდან 20% მე მომიტან და თანხმობას მოგცემ. ეს, იმიტომ რომ ფეოდალიზმი ხო ყველგან არის. ეხლა ეს დირექტორს მისცეს კიდე ერთი საფუძველი, რომ იყოს პატარა ადგილობრივი ფეოდალი. და ამიტომ შემდეგ თემაზე მინდა თან გადავიდე. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ხო, ეხლა რომელიც აგერ არის. ეს რა თქმა უნდა, ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომ იმ საწყალ მასწავლებელს, რომელიც საათებს ითვლის, როგორი ამბავია, სად არის ეგეთი რაღაც, რომელ ევროპულ ქვეყანაში არის, რომ მასწავლებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ მე ამდენი საათი მაქვს, მე მეტი ვიმუშაო, რომ ცოტა მეტი ხელფასი მივიღო. ეს არის არასწორი სისტემა ანაზღაურების, მაგრამ აი აქ ესეთი კორუფცია რო არის, თქვენ რას ფიქრობთ აი ამ კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაზე, ეგ რა არის? კორუფციასთან დღეს რომ კორუფცია დღეს რაც მიდის მე პირდაპირ ვიტყოდი რომ ეს არანაირად არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მე ვერ დავინახე მაგალითად პირადად ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ რომ ის ადამიანები ვისაც მილიონებს ედავებიან ძალიან მშვიდად დაცვით და ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას და ალბათ კიდევ თავიანთ კორუფციულ გარიგებებს ეს არ არის ბრძოლა ეს მე ყოველ შემთხვევაში აზრი მრჩება ეს არის თანხების ჩატანა თანხების მიტანა ჩვენ ნახეთ მაგალითად რიჟვაძის შემთხვევაში ბათუმში მისი ასე იგი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ზუსტად მეორე თუ მესამე დღეს როგორ გადარიცხეს ბათუმელმა ბიზნესმენებმა ოცნების ფონდში 2 მილიონი დოლარის ღირებულების ანუ ეს ეკვივალენტი ლარი ანუ 2 მილიონი დოლარი შევიდა 2 დღეში ბათუმის ბიზნესიდან ოცნების ფონდში პირდაპირ ეს არის უბრალოდ თანხების მობილიზება იმ თანხების რომელიც მოაკლდა ოცნებას იმ გრანტების და იმ ევროკავშირიდან მიღებული დაფინანსების სახით და მეორე ის რომ მათი ბატონი დასანქცირდა და 2 მილიარდი ზარალი ნახა ამიტომ მე ეხა ეს ჩემი პირადი და სუბიექტური მოსაზრებაა რომ თანხების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა მობილიზდება მასთან ეს დაჭერებიც მიმართულია რომ ყველას დაანახონ რომ ძალიან ბევრს მიადგებიან რიგში ძალიან ბევრი დგას თვითონ უკეთესად იციან ვინ არიან მომდევნო რიგში რომ ვიდრე მათ მიმართ დაიწყება ანალოგიურად ამ სახელმწიფო იძულების მექანიზმის ასეთი ბოროტად გამოყენება იმას კი არა იქითკენ კი არ მიდიან რომ რეალურად დამნაშავეები დასაჯონ ეს რომ სურდეთ მათ რეალურად და ქმედების ჩამდენი პირების დასჯა აქ სხვა მექანიზმები და სხვა მიმართულებით იქნებოდა ეს განვითარებული ეს მოვლენები არა მათ სურთ მხოლოდ და მხოლოდ თანხების მიღება და ამაზე მეტყველებს ის საკანონმდებლო ცვლილებებიც რომელიც სისხლის სამართალში შევიდა რომ აი 30 წელი ვერ გავა ქვეყნიდან ვიდრე ზიანს არ ანაზღაურებს ან მათ მშობლებს არ შეუძლიათ უფლება არ ექნებათ რომ 500 ლარზე მეტი არ უნდა რომ გამოვა და მოიხდის ამ სასჯელებს რამდენი წლით ყოფნას აპირებენ ხელისუფლებაში რომ მოიხდისო სასჯელსო მასო 500 ლარის შემოსავალზე მეტი არ უნდა კონდეს თუ იმ ზიანს არ ანაზღაურებს რაც მან მიაყენა არ ვიცი ვის მიაყენეს ალბათ ივანიშვილზე იქნება საუბარი აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რომ ამას არც სამართალთან არც კანონთან არც სამართლიანობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს ეს არის ეს ქმნის კიდევ ერთხელ შთაბეჭდილებას იმისას რომ ძალიან დიდი კორუფცია დღესაც არსებობს ოცნებაში სულ ცოტა ხნის წინ აგერ 12 მილიონის ოდენობის საჩუქარი მიიღეს სახელმწიფო თანამდებობის პირებმა მათ შორის იყო მანანა კობახიძის დამამახსოვრდა უბრალოდ რომ 45,000 დოლარი თავისმა შვილმა საჩუქრად უძღვნა დედას რა ვიცი თქვენ რატომ არ ყავთ ასეთი შვილები და დედებმა და მამებმა მინისტრებს აჩუქეს 150,000 დოლარი და ეს ღარიბაშვილის დამკვიდრებული პრაქტიკაა ვიცით ჩვენ ეს აქედან გამომდინარე არაფერი არ შეიცვლება არც შეცვლილა და არც შეიცვლება ეს არის აღსრულების მექანიზმი ძალიან კარგად იცოდნენ 12-14 წლის მანძილზე ვინ რა თანხებს აკეთებდა ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ დარწმუნებული ვარ ერთი ნაბიჯიც არ იდგმებოდა მისი თანხმობის გარეშე და უთვლიან იმ თანხებს და ეხლა თხოვენ რომ ეს თანხები
აი ასეთი ზეწოლის მექანიზმებით დააბრუნებინონ უკან და ვხედავთ სერიებს ამ დაკავებების, დაჭერების, თან ვისი მოადგილეების, პირველი პირების კი არა, მოადგილე, რომელიც ნაბიჯს ვერ გადადგავს თავისი ხელმძღვანელის თან შეთანხმების გარეშე. ეს ისედაც აღმასრულებელი სტრუქტურა და ისედაც ესია. და აქედან გამომდინარე, აქ არანაირი მე ვერც ხედავ და ვერც დავინახავ, რომ ისინი კორუფციას ებრძვიან და იგივეს ხედავს საზოგადოება, გეტყვით, მე ხშირად დავდივარ ტრანსპორტით, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, განაარიცოდა, იცოდა, ავიღოთ 2-3 წლის წინანდელი იგივე მელაძის გადაცემები, იგივე დოკუმენტები, რომ სწორად კორუფციის ჭაობში არის ჩათვლული, აგერ როდის გადაიღეს ის მიქაუტაძე მოსამართლე რომ არის $10,000 ჭაღი რო აქვს და 2 მილიონიანი ვილა აიშენა, რამე რეაგირება არის იმის მიმართ, თუ კორუფციას იბრძვიან, პირველი მურუსიძე ჩინჩალაძის უნდა დაიწყონ და მათი ვილებით და მათი შემოსავლებით და მათი ქონებრივი რაც გოგაშვილმა პირდაპირ ამხილა ისინი ვინმე გააკეთა რამე, ამიტომ აბსოლუტურად აბსურდია დღეს იმისი თქმა, რომ დღეს ოცნება თურმე კორუფციას ებრძვის. არა, ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა ძალებზე ერთმანეთის მიმართ ბრძოლა, ვინ გაიმარჯვებს და ვინ მეტ ფულს და დგანან ფულზე და ძალადობას მიიმატეს ახლა. მე მინდა რომ აი ზუსტად მაგას გამოვიხმარო, გავაგრძელო, რომ პირველ რიგში ესე იგი ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ კორუფცია არის სისტემური. ერთი ადამიანი იქ დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი თუ თანამშრომელი ვერანაირ ხა შეიძლება 10-20 ლარი საიდანაც წაიღოს სახში, მაგრამ ვერანაირ მილიონებს ვერ გააკეთებს და ეს ხდება, იმიტომ ვეძახეთ, რომ სისტემურია მარტო იმიტომ, რომ იქ ვიღაცა ზევიდან რეკავს და იქ ფულს უყობს, ან ნებართვას აძლევს, ან თვალს ხუჭავს. ამიტომ, როდესაც იჭერენ მინისტრის მოადგილეებს, იმის მოადგილეს, ეს გასაგებია, რომ ეს ყველაფერი იქ ხალხი არის გადაბმული და ეს მთელი სურათი ვიღაცამ იქიდან ფული უნდა დააბრუნოს და მოიტანოს, ან მერე უნდა გამოჩნდეს შემდეგი დაკავებულები. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ხალხთან არ მიდის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ახლა უნდა მიიღონ ახალი ბიუჯეტი შემდეგი წლის, ვინმე მაჩვენოს ერთი მუხლი სად არის ეს მილიონები. იმიტომ რომ ბიუჯეტში ეს ხო არ არის ჯიბე, რომ ჩაგიდოს ვიღაცა. ბიუჯეტი არის, რომ უნდა იყოს მუხლი, აი აქედან ამოღებული ფული ბიუჯეტში ესე ხვდება. არა. ეს მუხლი ჩვენ ბიუჯეტში არ არის. ეს ფული არ მოხმარდება არც უფასო კვებას სკოლაში, არც ხელფასების მომატებას, არც ჯანდაცვის ხარჯებს, არაფერს. ეს მიდის ჯიბეში. ეხლა შემდეგი რაღაც მინდა ვთქვა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადრეც ვამბობდი ხოლმე აუდიტის სამსახური რო წერდა ანგარიშებს, რამდენი ბრიფინგი მქონდა. აი ხა ხაშურის ის რო დაიჭირეს საკრებულოს წევრი, ხო? რამდენი ბრიფინგი მქონდა ამ წყლის პრობლემაზე ხაშურში. და თან აუდიტის სამსახური ამ ანგარიშებს წერდა, აი ფედერაციებზეც წერდა, აქ ფულს იპარავენ, აი ეხლა ძვირფასო ოცნებელებო და ვინც გამდიდრდით ბიუჯეტით, მე მინდა გითხრათ, რომ დაჯექით და წაიკითხეთ აუდიტის სამსახურის ანგარიშები, თუ თქვენ იქ ხართ მოხსენებული, სავარაუდოდ თქვენთანაც მოვლენ. მე მგონია, რომ აი ბოლო დღეს იმიტომ რომ თვითონ დაჭირდა. იმიტომ კი არა რომ გზა უნდა გაგიკეთონ თქვენ და მე. არა, იმიტომ რომ თვითონ დაჭირდა, ჩაუჯდებიან ამ აუდიტის ანგარიშებს და ჩამოუვლიან და ასე ჩამოაყრევინებენ ჯიბიდან ვის რა ხურდა აქვს წაღებული პირობითად რომ ვთქვა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა დამრჩა მხედველობაში, რასაც ვამჩნევ ახლა, გადანაწილება და შეჯიბრია არის ვინ შეებრძოლება კორუფციას. აშკარად ყობახიძე და მდინარაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან კორუფციას, ვინ ებრძვის და რატომ ახლა შეიძლება ბიზნეს კარზე თამაში ამბავია. შეიძლება სხვა მიზეზია. იმიტომ რომ ნახეთ, წესით ჩვენ ვიცით კარგად, რომ სუსის საქმე არის კორუფციასთან ბრძოლა, ანტიკორუფციული სამსახური, ან ცოტა ფინანსური პოლიცია, მაგრამ კორუფციას ებრძვის სუსი. შექმნა ეს ეფექტიანობის დეპარტამენტი პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა და ეხლა თავის თავს აი ამ პარლამენტის მეშვეობით მიანიჭა უფლება, რომ გამოითხოვოს დოკუმენტები სახელმწიფო უწყებებიდან კორუფციის ნიშნების არსებობის მიზნით. ხა ისმის კითხვა, რატო? რადგინდა შენი საქმე არ არის, რომელი კანცელარიის დანიშნულება არის და იქ ცალკე სპეციალური დეპარტამენტის, რომ კორუფციის ნიშნები ეძებოს, ხო? ეს აგერ ყავს სუსი და მიხედოს თავის საქმეს.
ორი რაღაცა არის. ან ეხა ეს არის რომ ეხა უკაცრავად ყველაფერი თუ სუს მააკეთა ამ იმას რა ქვია ბიზნეს მოლაპარაკეთ თოჯინას რაღა დარჩება. ხო, მასაც უნდა რომ საქმეში იყოს და გაიგოს იქ ვინ რას შვება. ან შეიძლება რომ ორივე გადადუბლირება არის ფუნქციების, რომ ერთმანეთი გააკონტროლონ და ძალიან არ მოძლიერდეს რომელიმე. მაგრამ აი კობახიძემ დინარაძეს შორის მინდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება. და ეხლა თქვენ ახსენეთ ძალიან სერიოზული საკითხი და ეს არის სასამართლოს თემა, კლანი, რომელიც კორუფციაზე ძალიან დიდი ხანია არის საუბარი. თქვენ მოგვიყევით რას ხედავთ აი მთავარ ნიშნებად ამ ძალაუფლებისა, კლანის ძალაუფლებისა და იქნებ მოსაზრებებიც გითხრათ, როგორ შეიძლება რომ მას ვებრძოლოთ, გავათავისუფლოთ სასამართლო. კი ბატონო, კლანი პირდაპირ ზენიტშია ვიტყოდი დღეს, იმიტომ რომ დღეს აი ერთ-ერთი დიდი დასაყრდენი რაც ახლა ხდება და რაზეც დგას იგივე კობახიძე თუ ის რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის კლანი და სასამართლო. სასამართლოს გარეშე ისინი უძლურები იქნებოდნენ. სასამართლო რო იყოს დამოუკიდებელი, არავინ წუხილი აღარ გვექნებოდა, რაც არ უნდა კორუმპირებული ყოფილიყო დაუშვათ აღმასრულებელი ხელისუფლება ან საკანონმდებლო სასამართლოს რო თავისი ფუნქცია დღეს შეესრულებინა, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საწუხელი, ანუ შესაწუხებელი და ასე სასაუბრო უკვე აღარაფერი არ გვექნებოდა, მაგრამ თავიდანვე 2013 წლიდან 12 წელში მოვიდნენ იმ ეგიდით, რომ აი ამ სასამართლო სისტემას რაც იყო დაანგრევდნენ, პირიქით კარგად მოაძლიერეს, უფრო გააძლიერეს, პირდაპირ ჩააბეტონეს ვიტყოდი და რისთვის გამოჩნდა დღეს და ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რა როლს ასრულებს სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად ნოტარიუსად იქცა, მოსამართლეების სამწუხაროდ დაემორჩილნენ და სრულ მორჩილებაში არიან, გადაწყვეტილებებს ისინი არ იღებენ, ზემოდან მოდის გადაწყვეტილებებით, მე აზრიც მრჩება, რომ განაჩენებსაც კი აღარ წერენ, დაწერილი აქვთ გამზადებული და ისინი მხოლოდ ხელს აწერენ ამ განაჩენებს, იმიტომ რომ ტყუპის ცალებივით გავს ძალიან ბევრი განაჩენი ერთმანეთს თავისი სასვენი ნიშნები დაწყებული, უბრალოდ გვარდასახელებია შეცვლილი, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ზუსტად ეს ხელისუფლებათაც აღარ შეიძლება მოვიაზროთ სასამართლო ხელისუფლება თავის ფუნქციას საერთოდ ვერ ასრულებს. რაც შეეხება იმას, რომ კლანთან მიმართებაში კორუფციას აქვს ადგილი, არაერთი ადვოკატისგან გამიგია მე პირადად და არის ხოლმე საუბარი, როდესაც იურისტები ერთად არიან და თვითონ ეს ადვოკატებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ამ კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი მოსამართლეებთან მიმართებაში ისე მომისმენია კიდეც, მე არ ჩავრეულ ვარ, მაგრამ გვერდით მდგომებისგან მომისმენია ეს საუბრები, უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, ამაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს, რომ კორუფციულ გარიგებებს აი დიდი ფულის პალატაც კი შეარქვეს იმ საქმეებს, სადაც აი ბიზნეს დავების განხილვა ხდება და შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს გარეგნულადაც ობიექტურად არის გამოხატული მათ ქონებრივ მდგომარეობას და მათ ბინებს და სახლებს და კარს და მათ ქონებას ეს ეტყობა, ღიად და აშკარად ეტყობათ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოსამართლეს არ შეიძლება ის ქონება ქონდეს, რა ქონებას დღეს მათ აქვთ დაგროვილი და შესაბამისად რამდენი აქვთ ხელფასი დაახლოებით? იცით რა არის, თავდაპირველად იწყებოდა 4000 ლარით 2-3 წლის წინ, ოღონდ მურუსიძე ჩინჩალაძეს ამ ხელმძღვანელ პირებს ჰქონდათ ცოტა უფრო მეტი 10000. ამან გამოიწვია წყენა იმასთან დაკავშირებით, რომ დაბალი რანგის მოსამართლეები, რომლებიც მართლა მუშად ყავდათ გამოყვანილი და მურუსიძე ჩინჩალაძე არაფერს ხელს არ აწერს, ისინი აწერდნენ ხელს, უკმაყოფილება გამოითქვა, განხეთქილებებიც კი არსებობდა. ამის შემდეგ მოუმატეს ეს ხელფასი, გაუხადეს ყველას თანაბრად, პირველ ინსტანციას, მეორე ინსტანციას და უზენაეს სასამართლოსაც თითქმის 10000 ლარად, ეხლა 16000 ლარი გაუხადეს, პლუს დანამატებიც აქვს, როგორც ვიცი და საკმაოდ დიდ თანხაზე, ანუ მე-13 ხელფასი იღებენ შვებულების თანხას და ასე შემდეგ, ალბათ სადღაც 20000 ლარს აღწევს მათი დღეს. ხო, დღეს დღევანდელი მდგომარეობით ალბათ ეს ერთი წელიც არ არის, რაც ასე გაეზარდათ ხელფასი. მიუხედავად ამისა, ასეთი ხელფასისა, მაინც შეუძლებელია იმ ქონების შეძენა, რაც მათ გააჩნიათ და რაც მათ მანამდეც ჰქონდათ და დღეს კიდევ ღიად და აშკარად არის და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე ნამუშევარი გვაქვს, რომ
ერთადერთი გზა და საშუალება, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიარა, ეს მარტო საქართველოსთვის არ იყო, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჰქონდა ეს პრობლემა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ვიდრე ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ და ამ ქვეყნებმა ძალიან კარგი გზები მოძებნეს, ეს არის ვეტინგი და ლუსტრაცია. ვეტინგიც და ლუსტრაციაც გადის განსხვავებული ინსტიტუტებია, მაგრამ ისინი რაზე გადის? გადის პირველი შემოწმება, რაც ხდება, აი ამ მოსამართლეების ქონების შემოწმება ხდება, მათი კავშირების შემოწმება ხდება უშიშროების სამსახურებთან და ღიად გვიდევს ეს გოგაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ის იყო კავშირი პირდაპირ მოსამართლეებთან, ეს დოკუმენტურად არის. ეს არ განადგურებულად დარწმუნებული ვარ, ისევ იმ არქივებში არის, ვის რა კავშირი აქვს და ეს გამოცდილებაც არსებობს პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აი სწორედ ეს არის გამოსავალი და მერე არის მესამე პუნქტად არის პროფესიონალიზმი. ნახეთ, პირველი იწყება ქონება, მერე იწყება კავშირები, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ასევე კრიმინალურ სამყაროსთან, რაც ასევე ხშირად დგინდება, რომ აქვთ ამ პირებს ასეთი კონტაქტები და მესამე არის პროფესიონალიზმი. ამიტომ ეს გამოსწორებადია, მთავარია პოლიტიკური ცვლილებები, მთავარია ხელისუფლების ცვლა, თორემ მექანიზმები როგორ მოხდეს მათი, ასე ვთქვათ, აი ოდიოზური პიროვნებების ჩანაცვლება, ეს შეიძლება ყველა მოსამართლეს არ შეეხოს და არც უნდა შეეხოს, ახლა არიან იქ დარწმუნებული ვარ მოსამართლეები, რომლებიც თვითონაც ძალიან განიცდიან, მაგრამ სხვა არც აი საპატიებელ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში არიან, ვიტყოდი ამას, მაგრამ არც ასეთ გადაწყვეტილებებს არ აწერენ ხელს და გარკვეულწილად ჩამოშორებულებიც არიან ამ პროცესებს. ეს რა თქმა უნდა არ უნდა შეეხოს ყველას, მაგრამ უნდა შეეხოს ყველა იმ ოდიოზურ ფიგურას, ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ახალგაზრდებს ჩვენ საუკეთესო მომავალს დაუფიქრებლად მათ აქვთ სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობა, იგივე პირბადეების გამო, როგორ შეიძლება ადამიანს თავისუფლება შეუზღუდო, ახალ 9 შვილის დედა, როგორ შეიძლება იმ პირებს, ვინც აკავებს, დაკავებასთან ამას საერთოდ არც ადმინისტრაციული, არც სისხლის სამართლის პროცესის კუთხით ამას საერთოდ შემხებლობა არ აქვს, სამართალთან არ აქვს კავშირი და მე ამას არაერთხელ ვიმეორებთ, იმიტომ რომ მე სცენებს უყურებთ, პირდაპირ ეთერში უყურებთ, როგორ ამოუდგებიან და გააცუნცულებენ, არანაირი უფლებების განმარტება, არანაირი იმის თქმასაც კი არა, არც კი ეუბნებიან, რის გამო, ისე რომ იქ ხელშემშლელი პირობაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით. ეს ხალხი თვითონვე მიყვება, თვითონვე ჯდება იმ ავტომანქანაში და ქილიკაიც ეცინება თან პოლიციელებს, ესე რომ ამოუდგებიან და გაუყრიან ხელკლავს, რომ გაუკეთებენ. ეს არის საშინელი სანახავი, როგორ ირღვევა კანონი ჩვენს თვალწინ და საერთოდ არ არსებობს არც ერთი, ესე იგი, სამართალი არ არსებობს, კანონი არ არსებობს. დაუმატო, აი რაღაცას ამბობ თქვენ. ძალიან კარგად არის სანახავი, შესაძლებლად ადვილია დასავლეთში როგორ აკავებენ ადამიანს, რომელიც თავისნებით ანუ ემორჩილება პოლიციას. აქ ხო ეს პრობლემაა, რომ რუსთაველზე დაკავებული ადამიანების დიდი ნაწილი ემორჩილება. არა აქვს პრობლემა, ხო? და იგივენაირად ადამიანს, რომელიც დასავლეთში ემორჩილება პოლიციას, იმას ზევიდან მუჯლუგუნი და აღარ ჭირდება. იმას უნარჩუნდება ადამიანური ღირსება. ჩვენთან აი რა დავალებაც ბოლო დროს ჰქონდა, სხვათა შორის ეხლა თვითონაც მიხვდნენ, რომ არ აწყობთ ადამიანების დაკავება, ესე იგი, როგორ ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი არ დარჩა ქვეყანაში, მომღერალი, მხატვარი, მასწავლებელი, პენსიონერი, რო გზის გადაკეთვისთვის თვითონაც მე მგონი მიხვდნენ, რომ იმდენად სამარცხვინო რაღაცას აკეთებენ, რომ მაგასაც აღარ აკეთებენ, ეს კორდონები მაგიტომ მოიგონეს, ხო? რომ იმ გაის გამწვავება არ მოხდეს, მაგრამ რა საჭიროა აი ეს ძალადობა და გართრევა მუჯლუგუნით, ეს ხო ნახეთ რა არის, მე მოსწრებული ვარ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლას. მან არის ორი რაღაცა. ადამიანის რო დააკავებენ და მოიხდის 30 დღეს, იყო მაშინ 60 დღეც იყო. ეს ერთია. მაგრამ იმან შეიძლება ეს გადახარშოს, დაივიწყოს. მაგრამ უღირსად რომ მოგექცევიან და დაგამცირებენ, ეს ადამიანს არასოდეს არ ავიწყდება. ანუ რასაც დღეს ოცნება თესავს, აი შურისძიება და ანგარისტორება ეს უყრის საფუძველს. თორე ქართულ კულტურაში ჩვენ არ დაგვაუწყდეს
უძვირფასესია იმ გაგებით, რომ ქართული კულტურა მტრის მიმართაც პატივისცემას გადაგებს, ხო? ვეფხიდან მოყმის ლექსი რაზე არის, რომ ან იმ დღეს ამ ხასანბეგ თავდგირიძეზე რომ გამახსენდა, ეხლა მე გურული ვარ და ეს ლელოროს თამაში რომ არის გურიაში, ხო, თავდგირიძის გამო არის და ლექსი მთავრდება იმით, რომ მოკლეს ხასანბეგ თავდგირიძე, იმიტომ რომ იყო მოღალატე, მაგრამ ბოლოს მტკარი არის იმაზე, რომ მაგრამ მაინც ჩემი ძმა იყო და ისევ მე დავმარხე. ანუ მკვდარს ვეცი პატივი. და მე მგონი აქ ყველაზე უმთავრესი რა არის, რომ ეს ზღვარის, ამ ზღვარს შლის ოცნება თავისთვის სამწუხაროდ. კიდევ მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა, ამას წინათ მათმა დეპუტატმა თქვა, როგორც ნახირს ისე გვექცეოდაო სააკაშვილიო. დავყავდითო მიტინგებზე უკაცრავად ახლა მაგ დროს მე საქართველოში ვიყავი და ვერავინ ვერ ბედავდა ჩემთვის მოგწეულიყო როგორც ნახირს თქვენც იყავით საქართველოში და მაშინაც დღესაც არიან სისტემაში ადამიანები რომელსაც მოექცევიან როგორც ნახირს და არიან ადამიანები რომელსაც ვერავინ ვერ გაუბედავს მოექცეს როგორც ნახირს დღესაც აი ეს 2000 კაცი რო წამოვიდა სახელმწიფო უწყებებიდან რა დაუპირეს მოგწევათ როგორც ნახირს კი ამადეს ადამიანები რის გზზე წავიდნენ მაგრამ იმის საშუალებას არ მისცემენ არავის რომ სახრე წამოარტყან და ეხა ქართულმა ოცნებამ რაც შეძლო ეგ მე ისედაც ვიცოდით თამარ და ალბათ თქვენც იცოდით რომ გადაიბარა სწორედ ეგ ხალხი ვისაც თავის დრო ეს ივანიშვილმა ნახეთ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილი იყო ძალიან სერიოზული ნაციონალი. ეს არ დაგვავიწყდეს. ივანიშვილი შექმნა და ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ივანიშვილი. ისინი იყვნენ ერთად. ის იყო მთავარი დამფინანსებელი მიხეილ სააკაშვილის. როდესაც დღეს, აი ზუსტად ახლა ამ ზაფხულს ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერი გამოვიდა და დაიჭირა ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქე, რომელმაც იქ დაარსა ოპოზიციური პარტია, პირდაპირ თქვა ღიად, რომ ეს არისო ოპერაციაო, რომეო და მამხონო და ეს არის ივანიშვილი ორიო. და დაიჭირა და ეს კაცი პატიმრობაში უზის ახლა. ახლა მე ვსვავ კითხვას. რატო სააკაშვილმა თუ დღეს ისინი ამბობენ, რომ აი ამდენი რამე ვიცოდით, ხო გეუბნებოდით მეგობრებო, უკაცრავად, სუსიც მაგათი იყო, კოდიც მაგათი იყო, უსაფრთხოებაც, კონტრაზოვაც მაგათი იყო. აქ ყავდათ, თუ ესეა და თუ მათ იცოდნენ და თუ ისინი ამბობდნენ, რომ ვიცოდითო, მაშინ მან ძალიან დიდი საფრთხე ჩვენ არ მოგვაშორა. და იცით რატო არ მოგვაშორა? იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან კარგად იყვნენ ეგენი ერთმანეთს შეზდილები და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის რომ აიხედავ თავისუფლების მოედანზე რო დგახარ მარჯვნივ გაიხედავ და დაინახავ ივანიშვილის სასახლეს ყველა წესის ნორმის დარღვევით და ნებართვის დარღვევით რომ დაადგმევინა ნაციონალურმა მოძრაობამ ის რატო? იმიტომ რომ კარგად იხდიდა თავის დროზე ხო და ნახირსზე გამახსენდა ეს ყველაფერი მოკლედ, ნახირი ჩავაბაროთ ისტორიას, იმედი გვაქვს, მადლობა თქვენ მოსვლისთვის, თქვენი ცოდნის გაზიარებისთვის, მადლობა სტუმრობისთვის და მომავალ შეხვედრამდე. კარგად იყავით. ნახვამდის, მადლობა.